ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე. ეს ამბავი დიდი ხნის წინ ერთ მთაგორიან ქვეყანაში მოხდა. იმ უხსოვარ დროში მაღალ მთებს უღრანი ტყე ფარავდა. მინდვრებზე კი მწვანე ბალახი ბიბინებდა. ამ მთებში ცხოვრობდა მეცხვარე კაცი. იგი ყოველდღე მწყემსავდა ცხრის ფარას. ცხვრები ბალახობდნენ, მეცხვარე კი ყურადღებით დარაჯობდა მათ. ადამიანმა იცოდა, რომ იქვე ტყეში ცხოვრობდნენ მშიერი მგლები. მათი ბელადი რუხი მგელი მუდმივად უთვალთვალებდა ფარას. ელოდა თავდასხმისთვის ხელსაყრელ დროს. ერთხელ მეცხვარე გაემართა წყაროზე წყლის დასალევად. იმ დროს მთებში ზამთარი ახლოვდებოდა. სიცივისგან წყალი გაყინული იყო. წყაროსთან მისული კაცი მოსრიალდა, წაიქცა და ფეხი მოიტეხა. მეცხვარე გაჭირვებით წამოდგა, მაგრამ სიარული ვერ შეძლო. ამით ისარგებლეს მგლებმა. ფარა შეესივნენ და შეშინებული ცხვრები ტყეში გარეკეს. წყემსი მიხვდა, ფარას ვერ გადაარჩენდა და სახლისკენ ხოხვი წავიდა. საცუდავ ცხვრებს მგლები დაეპატრონენ. მშიერმა მგლებმა ნახევარი ფარა შეჭამეს. დანარჩენი ცხვრები კი შორს ტყეში თავის საცხოვრებელ ბუნაგთან წაასხეს. მგლებმა გადაწყვეტეს ფარა მთლიანად არ შეეჭამათ. მათ ცხვრების დამონება მოინდომეს. ამის შემდეგ თვითონ წყემსავდნენ ფარას. ცხვრები მორჩილად ბალახობდნენ და ბრალდებოდნენ. შეჭმულ ფარას ავსებდა ახალ დაბადებული ბატკნები. ასე მიდიოდა მათი ცხოვრება. მაცხარი მგლები კი ბატონობდნენ ცხვრებზე. გავიდა დრო, მგლების ოჯახში გაჩნდნენ პატარა ლეკვები. ამავე დროს ცხვრებზე შეეძინათ ბატკნები. მათი განსხვავების მიუხედავად პატარა ლეკვები და ბატკნები ერთნაირად ცელქობდნენ. მათ მსგავსი ფუმფულა ბეწვი ჰქონდათ. უყვარდათ თამაში, თელ დროს ერთად მხიარულად ატარებდნენ. მგლის ლეკვები ერთმანეთს ძალიან გავდნენ, მაგრამ მათ შორის იყო ერთი ყველასგან განსხვავებული ლეკვი. იგი გამოირჩეოდა მოწითალო ჟღალი ფერის ბეწვით. ეს ლეკვი სხვებზე უფრო ცნობის მოყვარე, ჯიუტი და ცელქი იყო. ალბათ ამის გამო მას ნუჟრია შეარქვეს. ნუჟრია სხვებთან ერთად იზრდებოდა და ბედნიერად გრძნობდა თავს. მაგრამ ერთ დღეს შემთხვევით უფროსი მგლებისგან გაიგო, რომ მგლები ცხვრებს ჭამენ. გაკურებულმა ნუჟრიამ მიირბინა დედასთან და შეეკითხა: რატომ ჭამენ მგლები ცხვრებს? ასეთია წესი, უპასუხა დედა მგელმა. ვინ მოიგონა ეს წესი? მათაც ხომ უნდა ცხოვრება. ჩვენსავით უყვართ მზე, კამკამაც წყაროს წყალი, მინდორში სირბილი. ცხვრებსაც ხომ შენსავით უყვართ თავისი შვილები. ნუჟრიას დედას პირველად თავის ცხოვრებაში შეეცოდა ცხვრები. ამ დღიდან ნუჟრია უწინდებულად ბედნიერი აღარ იყო. მე დროს ფიქრში ატარებდა და ნაკლებად თამაშობდა. მან არ გაუმხილა მეგობრებს მწუხარების მიზეზი. გავიდა დრო, მგლების მკაცრმა და დაუნდობელმა ბელადმა რუხმა მგელმა ბრძანა, ბატკნები წამოიზრდნენ და მათი შეჭმის დროაო. შეშინებული ცხვრები მორჩილად ერთ ადგილზე შეგროვდნენ. იმ დღეს ნუჟრია მოიქცა ისე, როგორც არც ერთი მგელი არ მოქცეულა. იგი ცხვრებს გადაეფარა. განრისხებულმა რუხმა დაიღრინა: როგორ ბედავთ მგლური წესის დარღვევას? ცხვარი ბალახობს, მგელი კი ცხვარს ჭამს. ასეთია ადაწესი, თქვა რუხმა მგელმა. ვინ დაადგინა ეს წესი? ეკითხა ნუჟრიამ. მამა-პაპათაგან გვერგო ეს ტრადიცია და წინაპრების წესს ვერავინ შეცვლის, უპასუხა რუხმა მგელმა. მგლები ცხვრებს უსამართლოდ, უღირს არსებებად თვლიდნენ, იმიტომ რომ არ იცნობდნენ მათ. ამის გამო იოლად იმეტებდნენ საჭმელად. ნუჟრიამ მგლებს შორის პირველი მიხვდა, რომ სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტრადიციები. მგლური წესები უსამართლოა, ამიტომ უნდა გაუქმდეს, თქვა მან. ნუჟრიას მიეხმარნენ თავისი მეგობარი მგლებიც. მგლური წესების დარღვევას არავის ვაპატიებ, განაცხადა რუხმა მგელმა. წესები კი არა, შენ გაძღომა გადარდებს, უპასუხა ნუჟრიამ და დაანახა თავისი ძლიერი კბილები. რუხი მგელი მიხვდა, რომ ნუჟრია პატარა აღარ იყო და უკან დაიხია. გაქცევისას მოაძახა დანარჩენ მგლებს. შიმშილი დაიხოცებით თქვენ სულელებო, სად გინახავთ მგელი ბალახს წოვდესო? ნუჟრია მიხვდა, რომ გაქცეული რუხი მგელი მეზობელი მგლების ხროვას მიმართავდა დასახმარებლად და გადაწყვიტა თავისიანების იმ ადგილიდან გაყვანა. მგლები და ცხვრები ერთად გაუდგნენ გზას. ნუჟრია გზაში ფიქრობდა:
როგორ უნდა ვიცხოვროთ ამის შემდეგ? ჩვენ მგლებს ბალახის ძოვა არ შეგვიძლია. რით უნდა ვიკვებოთ? ნუჟრიას უცბად გაახსენდა, რომ ცხვრებს ყავდათ პატრონი და გადაწყვეტა ფარა ადამიანისთვის დაებრუნებინა. ყველა ერთად გაემართა ადამიანის საცხოვრებლისკენ. როდესაც მგლები და ცხვრები ერთად მიადგნენ მეცხვარი სახლს, ადამიანი ყანაში მუშაობდა. იგი გაოცდა დანახულით. მისი ფარა უფრო გაზრდილი იყო და მათ მგლები იცავდნენ. ასეთი რამ პირველად მოხდა. უცხროდ დარჩენილ მწყემს უსწავლია მიწის დამუშავება. დაუთესავს ხორბალი, მოუმკია, გამოუცხვია პური და ასე გამხდარა მიწათმოქმედი. ადამიანმა დაიბრუნა ფარა, მიიღო ნუჟრია და მისი მეგობარი მგლები. ასე გადაიქცა მგელი მეცხვარე ძაღლად. ნუჟრია გახდა კავკასიური ნაგაზი, რომელიც დღემდე იცავს ფარას და ერთგულად ემსახურება ადამიანს. ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ხაბრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე.